ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ მეგობარი აქტის მიღება შეფასებების თემაა თბილისში. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ მეგობარი აქტის შინაარსი როგორც საქართველოს მოსახლეობის ინტერესებთან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან პირდაპირ წინააღმდეგობაშია. მმართველი გუნდის შეფასებით აღნიშნული აქტით ხდება წახალისება იმ რადიკალიზაციის, რაც რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოში მიმდინარეობდა. მავნებლური აქტი დავარქოთ, იმიტომ რომ იმას საერთო არაფერი არ მეგობრობასთან, ჩვენ სახელმწიფოსთან და ქართულ სახელმწიფოსთან. ტრამპს ნამდვილად არ ჭირდება დამატებითი აქტები, რომ რომელიმე ჩვენი ლიდერი ან ქვეყანა დაასანქციოს. არ ჭირდება ეს მეგობრობა. ეს არის ჩვეულებრივი ვილსონის მიერ შეთითხნილი და იქ გარკვეული ლობისტური ჯგუფების მიერ დაქირავებული გარკვეული დემოკრატების მთელი არმია, 300-მდე კაცია და რესპუბლიკელების ნაწილი, რომელიც თვითონ ტრამპის იმპიჩმენტს ითხოვდა. და ეს ხალხი ჩვენ დაგვინდობდა, ბუნებრივი არა. ინიციატორი და მის ავანგარდში დგას ბატონი ვილსონი, რომელიც ბოლომდე არის გაშიფრული როგორც ჩვეულებრივი ლობისტი და ერთ-ერთი მისი, ასე ვთქვათ, პოსტები და ასე შემდეგ პირდაპირ ნაციონალური მოძრაობის ნარატივში ზის. ეს არის ტესტი ერთგვარი და თუ კანონად იქცევა, შეგვიძლია პირდაპირ დავასკვნოთ, რომ იმ დროისთვის, ესე იგი, ეს არაფორმალური მმართველობის გავლენები არ იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებში შესუსტებული, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ რაც ამ ტრულაქტში წერია, ამ ყველაფრის აღსრულება ბატონ ტრამპს შეუძლია კანონის გარეშეც. ეს შეეძლო ერთი თვის წინათ, შეუძლია დღესაც, შეუძლია ხვალაც. ეგრეთ წოდებული მეგობრობის აქტი, რა თქმა უნდა, ყველაფერია გარდა მეგობრობისა, ჩვენ ეს ვახსენეთ არაერთხელ, რომ იგი ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს და საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის ხედვას. თეორიულად თუ იგი შევა ძალაში, რა თქმა უნდა, იგი მნიშვნელოვნად დააზიანებს სოხურ ურთიერთობებს და სწორედ ესეც არის გათვლა აი არაფორმალური ძალების და გავლენების, რომლებაც ინერციით მაინც გაიტანეს ქვედა პალატაში. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, რამდენიმე ეტაპი არის დარჩენილი კიდევ ბოლომდე, სანამ თეორიულად შევა ძალაში, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს ამ პროვოკაციულ რეზოლუციას. განსხვავებულია ხელისუფლების ოპონენტების შეფასებები. მათი თქმით, მეგობარი აქტი დასტურია იმისა, რომ ამერიკა ქართველი ხალხის მეგობარია და აღნიშნული ერთგვარი განაჩენია ქართული ოცნებისთვის. ნაციონალური მოძრაობა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტსაც გეგმავს. მეგობარი აქტის მიღება ასევე არის ძალიან მკაფიო და მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის. ის ან დათმობს ხელისუფლებას, რომელიც მიტაცებული აქვს ქართველი ხალხისგან, ან მიიღებს დამატებით და უმძიმეს ფინანსურ სანქციებს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გეგმავს ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში მომავალ კვირას, სწორედ იმისთვის, მათ შორის, რომ ვიმუშაოთ განსაკუთრებული ინტენსივობით სენატთან, ზედა პალატასთან, იმისთვის, რომ სენატშიც იყოს ასეთი ორპარტიული მხარდაჭერა. მადლობა ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ასეთი ერთსულოვანი ბოლო პერიოდში ალბათ უპრეცედენტო ერთსულოვნებით მიღებული მეგობარი აქტისთვის. მეგობარი აქტი, რომელიც არის პირდაპირი პასუხი მოძალადე რეჟიმზე, რომ ძლიერი ამერიკა არასდროს ქართველი ხალხის ჩვენს ბრძოლას არ მიატოვებს და ნებისმიერი რეჟიმი, რომელიც შეეცდება დემოკრატიული სისტემის ხელყოფას, საქართველოს მიტაცებას, ხალხის ნების წინააღმდეგ ბრძოლას მიიღებს ძალიან მკაფიო პასუხს. ეს არის დიდი ორპარტიული მხარდაჭერა უდიდესი უმრავლესობით და შესაბამისად საქართველოს შეფასებულია როგორც ქვეყანა, რომელიც მიაქვს რუსეთს, მაგრამ ქართველი ხალხი შეფასებულია როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მეგობარი. ამიტომაც ქვია ამ აქტს მეგობარი ხალხი. მიუმართავ ყველას, მათ შორის საშუალო რგოლის საჯარო მოხელეებს. შეჩერდით, ემსახურეთ ქართველ ხალხს და თქვენც იყავით ქართველი ხალხის მეგობრები